ეს მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დღეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე ასევე ევროპაში საქართველოზე საუბრობდნენ, ეს იყო სტრასბურგში და რა თქმა უნდა კიდევ ერთ უმკაცრეს კრიტიკას დაუპირისპირდეთ თუ როგორ შეიძლება ვთქვათ, ხო? უმკაცრესი კრიტიკა მიიღო ქართული ოცნების წარმომადგენლობამ, დელეგაციამ, იმიტომ რომ ერთხმად მთელი კონგრესი, ეს იყო ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობების კონგრესი, ასე ვთქვათ, ევროსაბჭოს, საქართველოს არის წევრი, იყო წევრი, ყოველ შემთხვევაში აქამდე სრულუფლებიანი, სანამ წყულუკიანის დელეგაციამ იანვარში თუ თებერვალში იყო, იანვარში უბრალოდ საპარლამენტო ასამბლეიდან გამოვიდოდა, მაგრამ ქართული დელეგაცია აი ამ რეგიონალური და ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესში იყო ჩასული ამჯერად და მოისმინეს უმწვავესი კრიტიკა ევროპელი პარტნიორებისგან. და კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ ევროპაში ძალიან კარგად იციან თუ რა ხდება საქართველოში, როგორ მიდის უკან ავტოკრატიიდან თითქმის უკვე დიქტატორულ რეჟიმისკენ საქართველოში მთავრობა და რომ ამაზე თვალს არავინ არ დახუჭავს ევროპაში არც ერთი ორგანო. მოდი ესე ვთქვათ, ვიკა, ეს იქნება ევროკავშირი, მისი ორგანოები თუ ევროსაბჭო და მისი სხვადასხვა პლატფორმები. ეს იყო უმწვავესი რეზოლუცია, რომელიც მიღებული იქნა სრული ძალიან დიდი უმრავლესობით ხმის, იმიტომ რომ 114-დან 101 ხმით გავიდა რეზოლუცია და რეკომენდაციები, ცალ-ცალკე ორივე დოკუმენტი. და უნდა ვთქვათ, რომ ის რაც მათ მოწოდებებში ჟღერდებოდა, გაჟღერდა უკვე ძალიან ბევრჯერ სხვადასხვა პლატფორმაზე, ხო, ევროპარლამენტმაც ორი უმწვავესი რეზოლუცია მიიღო, სხვადასხვა ევროპელი მთავრობები სანქციებს ეწესებენ და იგივე თემატიკა იგივეა, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა, ადამიანებისთვის თავისუფალი გამოხატვის საშუალების მოსპობა, თავისუფლად შეკრების საშუალების მოსპობა, ეს არის ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც საქართველოში დღეს უკვე კანონმდებლობითაც ირღვევა, იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ თვითწოდებული პარლამენტი იღებს დაჩქარებული წესით ისეთ კანონმდებლობას და ცვლილებებს, რომლებსაც საერთო არაფერი არ აქვს დემოკრატიულ ანდაც დემოკრატიისკენ მიმავალი სახელმწიფოსათვის და რეჟიმისთვის და ეს ნათლად არის ნათქვამი ყველა დოკუმენტში, ასე ვთქვათ, და ყველა პლატფორმას იყენებენ ევროპელები, რომ ეს პირში უთხრან ქართულ ოცნებას. კი ბატონო, და ბოლოს მინდა კითხოთ, ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო და ბოლოს მინდა კითხოთ, აი სანქციებთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ, აი ეს ბოლო ნაკადი სანქციებისა, რამდენად იქნება, ასე ვთქვათ, ტონის მიმცემი სხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, რომ ასევე შესაძლოა ჩვენ ვიხილოთ უკვე არ ვიცი საფრანგეთიდან, პოლონეთიდან და ისეთი ქვეყნებიდან, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტონს ქმნიან ზოგადად ევროკავშირში. გერმანია ამ მხრივ არის რა თქმა უნდა გამორჩეული და გერმანიის პოზიცია რა თქმა უნდა არის მნიშვნელოვანი. ეს ჩვენ ნახეთ არა გუშინ უკვე გერმანიამ დაიწყო აქტიურად აი სანქციების პოლიტიკის მე 14 ნაკადია ეს სანქციებისა თუ არ მეშლება. ჩვენ ველოდებით, დიახ, ასეა და ველოდებით რომ აი ის სურვილთა კოალიცია, რომელიც უკვე უკრაინის შესახებ შეიკრა, ხო? ვიცით ეს ქართველებმა ვადებთ ყურს. აი ეს სურვილთა კოალიცია ძალიან მალე შეიკრება საქართველოს შესახებაც და აქ უკვე ის ქვეყნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოზე ხელი არ უნდა აიღონ და ყველა ბერკეტი უნდა ამუშაონ, რაც შესაძლებელია, რომ საქართველოში ეს სიტუაცია ესეთ ვითარებაში არ დატოვონ, ისინი აი ამ სრულთა კოალიციას შექმნიან და სწორედ იქ განვიხილავდი მე პირადად უკვე საფრანგეთის და პოლონეთის და სხვა ბევრი კიდე სხვა ქვეყნის ამოქმედებას, ხო? რა თქმა უნდა, გერმანიამ ეს უკვე დაიწყო, მანამდე უკვე გაკეთებული ქონდა რამდენიმე ქვეყანას და ძალიან აქტიურობენ ჰოლანდია, აქტიურობს სკანდინავიური ქვეყნები, ანუ მარტო პოლონეთი და საფრანგეთი არ არის, ბევრი ქვეყანაა და ძალიან მალე, ჩემი აზრით, ჩვენ ვიხილავთ აი სრულთა კოალიციის ამოქმედებასაც და ამიტომ ხო, ეს არ არის, ასე ვთქვათ, ბოლო თუ ერთ-ერთი საბოლოო შეკრება დღევანდელი, ძალიან ბევრი კიდე იქნება ესეთი დღეები, სადაც მძიმე დღეები ექნება ქართულ ოცნებას, დიახ, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და გემშვიდობები, უბრუნდების